მიმდინარეობს პროექტი გაკვეთილი აფხაზეთი, რომლის ფარგლებში დღეს აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის გუნდი ქალაქ თბილისის მე-20 საჯარო სკოლას ესტუმრა. პროექტის ფარგლებში მე-10 კლასის მოსწავლეები დოკუმენტურ ვიდეო მასალას გაეცნენ. მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ისტორიის, კულტურის, კონფლიქტის ქრონოლოგიისა და აფხაზეთის ომის გმირების შესახებ. ღონისძიების მიზანია აფხაზეთის თემაზე ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლება. საგანმანათლებლო პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით ხორციელდება, რომელმაც უკვე თბილისის ათეული სკოლა მოიცვა. წლის ბოლოს პროექტის ფარგლებში მულტიმედია კონკურსი გამოცხადდება. სკოლის მოსწავლეები აფხაზეთის თემაზე ვიდეო ნამუშევრებს წარადგენენ და კომპეტენტური ჟიური გამარჯვებულებს გამოავლეს. წარმატებით გრძელდება აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის მედია პროექტი გაკვეთილი აფხაზეთი, რომელმაც უკვე ათეული სკოლა მოიცვა. პროექტის მიზანი ეს არის აფხაზეთის თემაზე ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავება და ცნობიერების ამაღლება. შემეცნებითი გაკვეთილი ქალაქ თბილისის მე-20 საჯარო სკოლაში მოისმინეს დღეს მოსწავლეებმა, იყო დაინტერესება და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მათ აღნიშნეს აუცილებელია აფხაზეთის თემაზე ხშირი საუბრები, მსგავსი ლექციები, ვიდეო გაკვეთილები. პირველ რიგში მადლობა მოსვლისთვის და ჩემი აზრით ეს პროექტი, როგორც უკვე ახსენეთ, ასობით ქართულ სკოლაში ტარდება. მართლა ძალიან მძიმე თემა არის და ძალიან მტკივნეული, მაგრამ სასაუბრო აუცილებლად და ცნობიერების ამაღლება ამაზე, როგორც ქართველ, ისე აფხაზეთის მოსწავლეებში არის ძალიან მნიშვნელოვანი, ახალი თაობისთვის მიწოდება და რა თქმა უნდა ობიექტურად გაშუქება, იმიტომ რომ თუ არა ახალ თაობებში, მაშინ ვინ უნდა იცოდეს ეს ყველაფერი. დღეს წარდგენაზე მომეწონა ის, რომ ძალიან მკვეთრად და მკაფიოდ იყო დაფიქსირებული აფხაზეთის ისტორია, როგორ არის შესახორცებული საქართველოს, სრულიად საქართველოს ისტორიას. და ეს არგუმენტები არის პირველ რიგში წარმოსაჩენი, რომ როდესაც რუსეთი ჩვენ გვიტევს თავისი პროპაგანდით და თურმე რაღაც მცირე დეტალებით რომ იცით რა, არა თქვენ ცდებით რაღაცებში, პირიქით ჩვენ უნდა ვიცოდეთ და უნდა დავუმტკიცოთ მათ ცოდნით და სწავლით, რომ ეს ასე არ არის. ძალიან მძიმე სამუშაო არის და თქვენ ასე საკეთებთ ვაფასებ. მტრულად მაინც არ იყვნენ ჩვენ მიმართ განწყობილი და პირიქით ერთმანეთისკენ ვიყოთ მიმღებლურად. ჩვენ ქართველები აფხაზების მხარეს ვართ და პირიქით, როცა გინდათ მოდით, თავარია რომ ორივე მხრიდან იყოს მიმღებლობა, ტოლერანტობა და პატივისცემა.